ღმერთი მოვიდა ადამიანმა, თვალებში ჩაგხვედა და გითხრა რომ მე ვარ. თქვა რომ ღმერთის სიყვარულია, ესე იგი მე შენ მიყვარხარ. დაგიმტკიცებ მე შენ რომ მიყვარხარ, სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებით მე შენთვის მოვკვდები. და რაც შენ დანაშაული ჩაგიდენია, ყველაფრისგან გაგართავისუფლებს სამუდამოდ, გაგამართლებ. ამისათვის მე ვიტანჯებია და არა მარტო შენთვის, ადამიანიდან დაწყებული ბოლო ადამიანამდე თითოეული ადამიანის ტკივილს გავითავისებ. ეს ტკივილები ერთმანეთთან შეიკრიბება და ყველას ტკივილს მე მივიღებ, რომ თითოეული თქვენგანი გავანთავისუფლო. ამით გაჩვენებ, რომ მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ეს არ გიშვების. თუ შენ ასევე არ შემიყვარე, როგორც შენი შემოქმედი, როგორც შენი გადამრჩენელი და ხსნელი. იმიტომ რომ სიყვარულის გარეშე ცხონება არ არსებობს. ცხონება არის სიყვარულის ღმერთში სიყვარულით ყოფობა, სხვანაირად არ არსებობს და სიყვარული ისწავლება და როგორ ისწავლება, ჯერ უნდა დაინახო, რომ ქრისტე ღმერთია, მერე უნდა დაინახო, რომ მას როგორ უყვარხარ თურმე, რისგან გაგანთავისუფლა და მერე დაიწყო მისი ერთგულება, თავგანწირული ერთგულება, რომ როგორმე შენში გაჩნდეს სიყვარული და სიყვარული ვისაც ახლა მიწიერი სიყვარულის რომ გამოუსდია, ოღონ ნამდვილი. მან იცის ეს რას ნიშნავს? მან იცის რომ სიყვარულის სუბიექტით თუ ობიექტით ადამიანი მთლიანად შეპყრობილი ხდება მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ვინც უყვარს. მხოლოდ ის აყავს გულში, ვინც უყვარს. მის გარეშე არც ერთი წამი არ აქვს, მის გარეშე უბედურია, სულ მწუხარებს, რომ მასთან ერთობა არ აქვს. ესე უნდა ვიყოთ ღმერთის მიმართ, ქრისტეს მიმართ. ვერ უნდა ვსუნთქავდეთ მის გარეშე. ჩვენი უნდა გული ცემდეს და თვითონ ამბობდეს იესო, 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 არა ბრაგა ბრუგი, არამედ იესო, იესო, იესო. გულზე გამოწერილი უნდა იყოს მისი სახელი. უნდა მზად ვიყოთ ქრისტესათვის თავი გავწიროთ, ყოველ წამიერად ჩვენს ცხოვრებაში უნდა ვადასტურებდეს, რომ ქრისტე გვიყვარს, მუდამ ვფიქრობდეთ მასზე, მუდამ ვეძებდეთ მას, მისით სუნთქავდეთ და მას ვერდგულებდეთ ბოლომდე და როგორც სიყვარულის ობიექტის ახლობელი უყვარს ადამიანს, ასე უნდა გვიყვარდეს ქრისტეს ახლობელი და ქრისტეს ახლობელი არის ყოველი ადამიანი. ყოველ ადამიანს რომ დაინახა, უნდა იყოს ეს ქრისტემ გამოძერწა თავის თითებით. ეს ქრისტემ გამოძერწა. კი ურევს ახლა ეს განასულელი კი არა ვარ, ხვდები რომ ურევს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ურევს, ქრისტე მისთვის ჯვარზე მოკვდა და უთხრა ზეციურ მამას, რომ მიუტევე აი ამას, რომ ურევს. იმიტომ რომ არის ის რასაკეთებს. ეს ჩემი გამოძერწილია და ჩემი შვილია. გესმით რას ნიშნავს ქრისტეს სიყვარული? ქრისტესადმი სიყვარული ნიშნავს ყველაფრის და ყველა სიყვარულს. აუფიქრდეთ ძმებო და დებო, სად ვართ, რა მოგცა ღმერთმა და რა არის ჩვენი საკეთებელი. არ დაგვავიწყდეს ეს საკეთებელი, რაც გვაქვს, დღესვე უნდა გავაკეთოთ.